TBC კაპიტალი ლარის გამყარების პოტენციალს ხედავს, რა ფაქტორი მოქმედებს ლარის კურსზე. გიყვებით რამდენიმე წუთში. CRRC საქართველოს კვლევით უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა ევროკავშირში, ახალგაზრდებში მაჩვენებელი 33%-ია. TBC კაპიტალის შეფასებით მარტიდან აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან ჯამურად დაახლოებით $1.5 მილიარდი ამერიკული დოლარი შეიძინა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3 სექტემბრის მონაცემებით კახეთში 5,000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ომანმა ინვესტორების მოსაზიდად 10 წლიანი ოქროს ვიზები გამოუშვა. ოქროს ვიზას კი ის მიიღებს, ვინც ომანურ უძრავ ქონებაში სამთავრობო ბონდებში ან ბიზნესში $520,000 ინვესტიციას განახორციელებს. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. Google-ის სერვისებზე წვდომა ამ დრომდე შეზღუდულია, როგორც ცნობილია დღეს დილის 11 საათზე და 10 წუთზე კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონებში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში Google-ის სერვისებზე წვდომა შეწყდა. Outage რეპორტის ინფორმაციით გათიშვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს, საბერძნეთს, ბულგარეთს და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს შეეხო. Google-ზე წვდომა რამდენიმე დასავლურ ევროპულ ქვეყანაშიცაა შეზღუდული, მათ შორის გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გახდა Google-ის გათიშვის მიზეზი. მომხმარებელს არა მარტო საძიებო სისტემაზე, არამედ YouTube-ზე და Gmail-ზეც არ აქვს წვდომა. თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, გამოკითხული მოსახლეობის 51% პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. CRRC საქართველოს ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ საქართველოს მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ პასუხისმგებლობის საკითხს. თუ კი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი 51% პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ასეთ შემთხვევაში 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე დედაქალაქში მცხოვრები მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მაცხოვრებლები. CRRC საქართველოს კვლევა მისიც აჩვენა, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა ევროკავშირში. CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 33%-ია. ამავე კვლევაში წერია, რომ საშუალო ასაკის მოქალაქეებში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ მოგზაურობის მაჩვენებელი 23% იყო, ხოლო უფროსი ასაკის მოსახლეობაში 12%. კაცების უფრო დიდი ნაწილი 26% იყო ევროკავშირში უვიზოთ, ვიდრე ქალების. მათი რაოდენობა 18%-ში ადგენდა. კვლევის მიხედვით დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად უმოგზაუროთ უვიზოთ, ვიდრე სოფლის ან განათლების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირსა და ვიზა ლიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 12 აგვისტოს მიმდინარეობდა. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1323 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1,56%-ია. მხოლოდ ივლისში ეროვნულმა ბანკმა 4,7 მილიონი ამერიკული დოლარი შეიძინა. მარტიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი TBC კაპიტალის შეფასებით ჯამურად დაახლოებით $1.5 მილიარდი ამერიკული დოლარია შესყიდული. TBC კაპიტალი განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს. მათი შეფასებით ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან გაგრძობითი სავალუტო ინტერვენციები მიანიშნებს, რაც საინვესტიციო ბანკის მოლოდინებთან თანხვედრაშია. TBC კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით გასული წლის შემოდგომაზე ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. მათი თქმით, ამ ფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით $1 მილიარდი ფარგლებშია, საიდანაც სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მცირედით ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია.
მიმდინარე წელს განსაკუთრებით მეორე კვარტალიდან გააქტიურებულია ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები. აღნიშნულში იგულისხმება როგორც უცხოური ვალუტის დეპოზიტების უკან ლარში გადახურდავება, ასევე სესხებში პირიქით უცხოური ვალუტის წილის ზრდა. TBC კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის შემოდგომაზე ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. ამავდროულად, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო განხილული, ეს ერთგვარი დაგროვილი ბუფერის როლსაც ასრულებდა, რომელიც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებდა. ჩვენი შეფასებით, ამ ბუფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, საიდანაც სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მცირედით ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება. თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა. სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესის ბრუნვა მეორე კვარტალში 15.9%-ით გაიზარდა საქსტატის მონაცემებით. სექტორის ბრუნვამ 995.6 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა ზრდის მიუხედავად სასტუმროებს და რესტორნებს ბიზნეს სექტორის ჯამურ ბრუნვაში წილი მხოლოდ 1.6%-იანია. გასულ კვარტალში სასტუმრო სექტორის ბრუნვა 23.9%-ით 416.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიურად სექტორის ბრუნვა 80.6 მილიონი ლარით გაიზარდა. უფრო მოგრძალებული იყო სარესტორნე სექტორის ბრუნვის ზრდა, წლიურად სექტორის ბრუნვა 10.7%-ით გაიზარდა და 578 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ბიზნესის მიერ პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა მილიარდს გადააჭარბა სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში 2025 წლის მეორე კვარტალში 42.902 ადამიანი იყო დასაქმებული, 9.5%-ით მეტი ვიდრე შარშან. მათ შორის 15.8% გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა სასტუმროებში. ამ სექტორში 17.062 პირი იყო დასაქმებული. საჭმელებისა და სასმელების მიწოდების დარგში კი 25.840 ადამიანი იყო დასაქმებული. ეს წლიურად მხოლოდ 5.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ელექტროსადისტრიბუციო მანქანებისთვის გამონაკლისის დაშვებას და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ BMG-ს განუცხადა, მათი ინიციატივაა, რომ სრულად ელექტროდიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დილის და საღამოს საათებში გადაადგილება დაშვებული იყოს. ლაშარი ჟამაძის თქმით, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებამ კომპანიებს ხარჯები გაუზარდა, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასშიც აისახება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ შესაბამის ინიციატივას თბილისის მერიის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში გააცნობენ. საქმის კურსი 13 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 15 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე, ხოლო 17 საათსა და 40 წუთზე TV პირველად დაგებრუნდებით.